მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალი წესები, რომელიც ევროპარლამენტის შიდა ბაზრის და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა დაამტკიცა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. წესები ვრცელდება ანაზღაურებად ლობირებაზე, რაც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას გულისხმობს, თუმცა არ ვრცელდება სამთავრობო, დიპლომატიურ, მედია, იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობებზე. სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც ლობირებასთან არ არის დაკავშირებული, გამონაკლისია. თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს. ცვლილება მიზნად უცხოური გავლენის შეზღუდვას ისახავს. მოქალაქეებმა ეს მოითხოვეს, მათ სურთ იცოდნენ, ვისი ხმა და ფული განსაზღვრავს კანონებს. ევროპელთა 81% შეშფოთებულია მესამე ქვეყნების ფულის გავლენით, აღნიშნა გამოსვლისას ევროპარლამენტარმა ადინა ვალეანმა. განსხვავებით საქართველოსგან ევროკავშირში არის დამოუკიდებელი სასამართლო. როდესაც სასამართლო არის დამოუკიდებელი, მაშინ არავითარი საფრთხე ამ კანონს არ ემუქრება, მაგრამ ქვეყანაში, როდესაც იღებ კანონს და ვერ განგისხავებია ეს კანონი ვის მიმართ გამოიყენო და მას იყენებ მოქალაქეების ადევნად, ამას შორის ძალიან დიდი განსხვავება. გამჭვირვალობა არის ძალიან კარგი, როცა მას აქვს კარგი მიზნები სახელმწიფოსთვის, უსაფრთხოების მიზნები და ამაზე ჩვენ მაშინაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, როდესაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, გამჭვირვალობის კანონს ქვეყნები იღებენ იმისთვის, რომ დაიცვან მათი ქვეყნის უსაფრთხოება სრულად განწყობილი სახელმწიფოებისგან. იმ 9 მოთხოვნაში, რომელიც ჩვენ ევროკომისიამ განგვისაზღვრა იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფოები, რამდენიმე ნაბიჯი პირდაპირ ეხება მათ შორის გამჭვირვალობას. არასდროს ევროკავშირს არ მოუთხოვე, რომ თქვენ არ ყავთ გამჭვირვალეებიო, პირიქით. მაქსიმალურ გამჭვირვალობაზე იყო ყოველთვის საუბარი და იგივე არასამთავრობო სექტორი იქნება, ეს პარტიები იქნება თუ ასე შემდეგ, ყველაფერი საჯარო რეესტრში იძებნებოდა, ვინ სად როდის რა გადარიცხვა შეასრულა, უბრალოდ პროპაგანდისტვის დაჭირდა და მეცაც გეტყვით, თავად იყვნენ ამ ორგანიზაციების წევრები, ლიდერები და დასაქმებულები წლების განმავლობაში. როდესაც მარტაკოსი საუბრობს, რომ საქართველოში NGO სექტორი კანონის გვერდისავლით უნდა დააფინანსოს და რაღაცნაირი ჩრდილოვანი პროცესი უნდა გახადოს საქართველოში ამ NGO-ების მეშვეობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პოლიტიკაში ჩარევის საკითხები და საკუთარ შემთხვევაში ისინი ყველაზე მკაცრ კანონმდებლობას იღებენ, საკმაოდ მკაცრ ქართულისგან განსხვავებითაც, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგი ალბათ საკუთარი თავისთვის ემეტებათ, ამ შემთხვევაშიც გამჭვირვალობის კანონი მათთვის, როგორც აღმოჩნდა, კარგია და სასარგებლოა, თუმცა ჩვენც ვიცით, რომ ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო. ორმაგ სტანდარტზე საუბარი ზედმეტი ეს ასპაგი სტანდარტი არის და ძალიან კარგია, რომ ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილიც, რომელიც შეცდომაში ყავდათ შეყვანილი რაღაცა ეგრეთ წოდებული რუსული კანონით, დღეს უკვე მათი აბსოლუტური უმრავლესობაც ხვდება, რომ ეს იყო რაღაცა აფიორა, რომელშიც მონაწილეობა მიაღებინეს სამწუხაროდ ჩვენ მოქალაქეებს და აპროტესტებინეს თეთრი შავის მაგივრად. დღეს ევროკავშირი საუბრობს ზუსტად ანალოგიური რიტორიკით, რასაც ჩვენ საუბრობდით, რომ გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება, მადლობა ღმერთს, რომ მათაც აღიარეს, რომ გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება და შესაბამისად ჩვენ რა კანონიც მივიღეთ, გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უმარტივესი კანონი არის და მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურებოდა, დღეს თვითონ ევროკავშირი ადასტურებს იმას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი